უფალი ამბობს, რომ თუ მე გიყვარვართო, ჩემი მცნებები დაიცავითო. თუ მე გიყვარვართო, ჩემი მცნებები დაიცავითო. მერე სხვა ადგილას ამბობს, რატომ იწოდებთო მეო, რატომ იწოდებთო მეო, უფალოსო და არ აკეთებთ იმასო, რომელსაც მე გავალებ თქვენ. ანუ რატომ იწოდებთო მერთო და არ კი აკეთებთ იმას, რომელსაც მე გავალებ თქვენ. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა უფლის პირდაპირ წერია. ჩვენ წაიკითხეთ პირდა წერია. დედაკაცმა არ უნდა ჩაიცვას მამაკაცის ტანის სამოსი. არაფრით არ შეიძლება. აი დედაკაცებს რომ შარვარი აცვიათ, ეს არის საკმაოდ მძიმე ცოდვა. ეს უნდა ყველამ უნდა მიხვდეს ეს. არ შეიძლება, აი მე რო დავდივარ ეხლა. ძალიან იშვიათად ნახავ ადამიანს აცვია კაბაკაც. ეს ქალები სუჩარლები დადიან. ვერ გაიგებ, რომ შეხედავ კაცია თუ ქალია. ეს მძიმე ცოდვაა შეიძლება. ძალიან მძიმე, ეს არის წმინდა წერილის პირდაპირი დარღვევა და წმინდა წერილი ღვთის სიტყვა. ეს უნდა გვახსოვდეს შვილი. აბა ღმერთმა დაგაცოთ. ღმერთმა ყველას მიცეს იმის ზალა, რომ ქრისტეს მცნებები დაიცვას. დავთქმოთ ჩვენ თავში სხვა აზრები. აი როცა თქვათ ჩვენ რაღაც ისე გაგვიშება სურვილი რომ დედაკაცს რომ გაგვიშება სურვილი რომ მოდი ახლა შარვარ ჩავიცო, უნდა გონება დაძაბოს და უნდა უთხრას რომ ეს ღვთის საწინააღმდეგო მოქმედებაა და ცოდვას მოჩავიდნენ. აი ეს უნდა უთხრას თავის თავს. გონება არის ვნებათა ბრძანებელი. როგორც წმინდა წერილი ამბობს. გონება ადამიანს იმისთვის მიეცა, რომ ვნებებზე, ანუ ცოდვებზე იბატონოს. არ მიცეს ცოდვას შემოღწევის საშუალება. ეს უთხრა უფალმა კაინს. შენ თუ მართალი კაცი ხარო, რატო ხარო დაღლენილი და თავჩაღლულია? აწიე თავიო. აი ცოდვა შენსკენაა მოდრეკილებაო და შენ იბატონე მასეო. რას მინდა? ნებები გეუბნებიან ესე გააკეთეს. შენ უნდა იბატონო და თქვა არა, ეს ღმერთს არ უნდა. და შევდამთავრდა. აბა ღმერთმა დაგასვა.